მოძრაობა ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად წევრები, რომლებიც 750 დღეზე მეტია ტერიტორიის კერძო მოიჯარისთვის გადაცემას აპროტესტებენ, კანიონის ტერიტორიაზე ინვესტორი კომპანიის დაცვას არ უშვებენ. მათი თქმით, 29 ნოემბერს იჯარის ხელშეკრულების 3 წლიანი ვადა იწურება და ითხოვენ, რომ სახელმწიფო მოსახლეობისგან მალულად გაცემული იჯარის ხელშეკრულება არ გაახანგრძლივოს. ჩვენ რას ვითხოვთ? დედები ვითხოვთ, რომ არ გაუხანგრძლივდეს ამ კომპანიას ხელშეკრულება, რადგან ეს გამოიწვევს კიდევ და კიდევ უარეს დაპირისპირებას ახალგაზრდებს შორის და ეს არ გვინდა. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი შვილები დაბრუნდნენ სახლებში ნორმალურად და იცხოვრონ მანსოფელში ნორმალურ მდგომარეობაში, იმიტომ რომ არ გვინდა არანაირი დაძაბულობა. 3 წელია წნეხში ვართ. შეურაცხყოფაში განადგურებულები, ეს შვილები განადგურებულები, ოჯახები შეურაცხყოფილი, სოციალური ქსელები დაწყებული და გვინდა ნორმალურად ვიცხოვთ და ხალხო ვითხოვთ რას? ჩვენი მიწაწყალია ეს, ჩვენი სოფლის მიწაწყალია და არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა გასხვისდეს. ეს არის ჩვენი და უნდა გქონდეს ბალდის სოფელს, მოსახლეობას. ეს როგორც იყო აქამდე, ყველასთვის ხელმისაწვდომი ისეთი უნდა იყოს. დღესაც ამას ვითხოვთ, მეც ხომ არაფერს არ ვითხოვთ, ხო? იმათ უნდათ რომ თავიანთი ჯიბეები გაისხელონ, ჩვენს მიწაწყალს ვიცავთ. ბალდის კანიონი ხელუხლებელი უნიკალური გეოგრაფიული რელიეფითა და იშვიათი ეკოსისტემით გამორჩეული ადგილია, რომელიც მარტვილის ცენტრიდან 11 კილომეტრში მდებარეობს. მას ბუნების ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაექვემდებარა. ბალდის კანიონის ტერიტორიაზე 24130 კვადრატული მეტრი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად შპს კანიონის 350 აუქციონის წესით 40 წლის ვადით აქვს გადაცემული. კომპანიას ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 3 წლიანი ვადა ჰქონდა და ვალდებული იყო პროექტში 2.8 მილიონი ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტომ კანონი დაარღვია, როცა მოსახლეობასთან შეუთანხმებლად და მათი ჩართულობის გარეშე კანიონის ტერიტორია იჯარით გასცა.